მოვედით, გოგო, მოვედით და ემოციურად ვარ ისე დაღლილი. გულს რომ მოივლა, მხილაგზას რომ მოივლი, ხო იცით? იღლება ადამიანი, მე ვიღლები ხოლმე. აქ ხარ შავ ბრინჯს, ნახეთ. მათე მიირთმევს ბრინჯს უყარს და მინდა რომ მოვუხარშო. აქ ბანანი მოვიტანე, ჩაიც მინდა ეხლა, დავლიო, მოვადუღო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა გოგოებო, ძალიან კარგი ამბით მოვედი, კარგიც არის და ცუდიც. კარგი მხრივ არის, რომ ნიკა ჩვენ გვერდზე იქნება ისევ, აღარ მიდის და ცუდი მხრივ არის, რომ ფეხზე აქვს პრობლემა და ნუ მისახედი გვაქვს ყველაფერი. მაგრამ თავარია, რომ თავარი ის არის, რომ ამ ყველაფერს ჩემ ცხოვრებაში რაც ხდება ხოლმე ვიღებ. ისე როგორც არის. ვიღებ ხოლმე ისე როგორც არის. ვიცოდი ეგ წინაც ვიცოდით, მაგრამ არ გვეგონა ახლა ეგრე იმას. ნუ მისახედია. არა მგონია ვისაც გააქვთ თუ გაქვთ პრობლემა და თუ იცით ესეთი ამბები გოგოებო რა ვიცი, aga მიხარია რომ ეხლა ვიქნებით ისევ და რვათვე არ გავცილდებით ერთმანეთს ძალიან ძნელია ესეთისთვის რა თქმა უნდა მიჭკიდა ძალიან და როგორც ჩათვლის მეც საჭიროა ისე იყოს ყველაფერი მეტი და აი როგორც ჩათვალა მეც საჭიროა აი ესე ჩათვალა საჭიროა ხოთან მივიურობ ხა ვეგებთ თუ არ მივიურობ მისახედი არის ყველა მაგრამ ესეთი ხა საგანგაშო რო თქვა პრობლემა იყოს არა ვარჯიშებით და რაღაცით მგონი რომ ეშველება ყელი კეთილია ეს ბანანი არ მიჭამია მე ხნის შერის მეყოფა ось ერთი ორი საყაისია ხოლმე ვიწუხით ჩემ ტელეფონი რაღაც ჩაბმე და ავიდე ცოტა ხანი უნდა დავტენო გოგო გამიმართობა გამიქრება ეს კარგად უნდა მომხარშო აი კარგად რასაც ქვია ცოტას დავატკბო ფეხა ძალიან არა ცოტას როწივიანი შემეშინია მათე რა ხდება დედიკო შორს არ წახვიდე ის შემეშინია ხოლმე როწივიან რო არ ვიცი რა ვიცი გოგოებო 10-ამდენი რო ვჭამო უკვე მაინც არ ვიმატებ გარამს არ ვიმატებ აი 10-ამდენის რო ვჭამო აზრი არა აქვს მომატება რომ მინდოდეს ვიგინო რა კიდე ცოტა მოვიმატებ ისე დავიკლებ ხოლმე ესე გამჩნევ მგონი რომ დავიკლე აღარც ვწონები აღარც არაფერი აღარ მაინტერესებს
ხო და ეგეთი დღე იყო, ძალიან ემოციური, ძალიან რაღაცნაირი. ეკლესიაში ვიყავით, მე ბოლოს და გამოვიდით სახლში. ახალ ბაღშიც ვიყავი, რაღაც ტელეფონი მიჯდებოდა, ბოლოს ვეღარ გადავიდე. ეხლა დაიდება დილის ვიდეო. დილისა კი არა, გორისა. რატო არ მოეწონათ ჩემებს, არ ვიცი ეს ნამცხვარი მე რომ, მაგრამ მე მომწონს. დავიღალე ძალიან თვალებს როგორ მეტყო. ძალიან приятно. ძალიან приятно გემოაქვს ძალიან დასალევად. იცით რა შევამჩნიე გოგოებო, ახალი ტექნიკა აქვს ამ ხალხს, ესე იგი მე კომენტარებს ვერ ვაქვეყნებ ისეთებს რა და ანუ ჯერ ხოლმე მომდის და მე ვაქვეყნებ. და ეხლა ცდილობ რომ ისეთი რაღაცა დამიწერონ, რომ აი ხალხი ხო ვერ ახედავს მაგას და გონიათ რომ ყველას წავშლი. ანუ ეხლა ყველა უნდა გამოვაქვეყნო, კი არ მეწავშალო. დღეს გამოვაქვეყნე ერთი კომენტარი. რატო წაშალეთ? აი ძალიან მაინტერესებს, გეკითხებით, რატო წაშალეთ? არ ვიცი ვინც ნახეთ, ეს კომენტარი ნახეთ, გამოვაქვეყნე და პასუხი გავეცი მე ამ ადამიანს. რატო წაშალეთ? შეგცხვათ და მაგიტომ. შეგცხვათ და მაგიტო წაშალეთ. დარწმუნებული იყავით 100%-ით, რომ არ გამოვაქვეყნებდი. რატო წაშალეთ? ეს ახალი ის აქვთ. ხომი უვაო, ანუ ფიქრობენ, ეხლა უნდა გამოვაქვეყნო, რომ გამოჩნდეს როგორები ხართ. აღარ ვშვი. პასუხსაც არ გაგცემთ. ყველას კი არ გავცემ პასუხს. რა შემიძლია? მომწონს, განა არ მომწონს ეს ნამცხვარი გოგოებო, მაგრამ რა არის იცით? ადრე რამდენი ჭამაც შემეძლო, მაგრამ აღარ შემიძლია. და თან კიდე იმ გემოთი აღარ შემიძლია ჭამა, როგორი გემოთიც ვჭამდი, არ ვიცი. აღარ მიყვარს ისე ძალიან. ჰაილაითერი წავისვნახეთ. ახალი რო ვიყიდე. ანუ არა აქ ის გემო არა და მე ძალიან მიყვარს ახლა კრემი ხო აქ ამას ძალიან მიყვარს მე კრემიანი ნამცხვრები, ტორტები. არც ძალიან დიდი ნაჭერი არ არის, თვითონ პატარაა და ახლა სამკუთხედაც რო ჭრი დიდი არ გამოდის. ერთი სიტყვით წავიდა ეს სიყვარული ლეოლის მიმართ ჩემი. სად წავიდა და სად დაიჭარგა ვერ გეტყვით, მაგრამ
აღარ არის გაქრა და არ ვიცი სად გაქრა. ძალიან მიყვარდა. ძალიან იცი აღარ ვირები და ერთით კარგია რომ აღარ მიყვარს თბილეული და ერთით ცუდია რომ სიამოვნებასაც ვეღარ ვიღებ თბილის ჭამით და ჭამა საერთოდ ხო სიამოვნება უნდა მიიღო ჭამიდან და ჭამა სიამოვნებაო ეგეთი გამოთქმაც არის და საჭმელი არც არასდროს არ მიყვარდა დიდად. თბილიდან ვიღებდი სიამოვნებას და აქედანაც არ ვიღებ უკვე და იმიტომაც შემეტყო ეს აისახა ჩემზე. თან ვინ შეჭამს ახლა მაგას? გადასაგდები არ გამიხდეს და ყველა ზეგამდე აქვთ. მეძინება გოგოები გზა რომ მოვიერე თან ძალიან ცხელოდა აი აუტანელი იყო სიცხე აუტანელი. იქიდან რომ მოვდიოდით განსაკუთრებით. მაშინ ცხელოდა სასწაულად. და გზამ დამყარა ძალიან სიცხეში. სიცხეში გზამ ძალიან დამყარა. მარჯვენა კარგი დღე იყო. შემოვიარეთ გორი რო იტყვიან. ეს ისეთი კარგი საერთო კიდე რაღაც ფრაგმენტულად კი გაჩვენეთ. ტილოსი ძალიან გრილი. ახლა რაღა დამრჩა მოსაგვარებელი ფინანსურად. ყოველთვე რაღაცეები გოგოებო ხო ცოტა წინ წავალთ. ყველანი რა თქმა უნდა. დარბაზის აბონემენტი უნდა ავიღო და ფაბერიკის პროდუქცია ჩამოვა 28-ში. და ეგ მაგ გამოსაკუთრებით მორჩა. ამ თვეში ისეთი აღარაფერი აღარ იქნება დაგეგმილი. იქით თვეში ყველაზე მაგარი ის იყო რომ მოვიცი რომ გულზე მომეხსნა დავიწყე ახლა ამ კრემის წასმა გელისა რაც გამომიწერა ექიმა და გულზე მაქვს მოშვებული რომ სიო ყურადღებას ვაქცევ წამალი დავიწყე და არაფერი პრობლემა არ იქნება. ისეთი კარგად გრძნობ თავს, ისეთი მშვიდად გრძნობ თავს, ვერ აკიხსნით გოგოებო. მითხრა რომ არაფერი არ არის საერთოდ. საშიში კი არ არის რამე. უბრალოდ 40 წლის მერე სჭირდება კვება და ეს კვება მცირდება. ყველასთან ეს მარტო ჩემთან არა. და აი ამ კვებაში ეხმარება ეს გელი. მორჩა მეტი არაფერი არ არის. აქ ჩემთან პრობლემა. მაგრამ მაინც ძალიან მშვიდად ვარ რომ ეხლა ექსიტის მერე მივარ. მე კიდე რომ დამიბარებენ მივალ და ეს აუცილებლად ვივლი. ადრე საერთოდ არ მეხარჯებოდა ექიმებში და წამლებში ფული. საერთოდ არ მჭირდებოდა. მაგრამ ნუ ეხლა თან როცა 40 წლისა გახდები და გადასწრები უნდა მივაქციოთ ყურადღება რა ვქნათ ბიუჯეტი. გავთვალოთ ჩვენი ისე რომ პირველ ადგილზე დასაყენებლები რაც არის ის დავყენოთ პირველ ადგილზე და არა კედლები. როგორც მომწერეს თქოს. არა კედლები ესეც გაკეთდება. ოღონდ თავის დროზე თავის დროა ყველაფერს. ეხლა რომ ისინი ჩამოყარო ჩამოხიო და ისა რა ქვია უსმად გავათეთ რომ ეგრე არ გამოვა იცით გოგოებო აქ ვაკეთებ საჭმეს არ მინდა ავყარო სხვა რაღაცები მისჩემია ჯერ მორჩე. მაგით უარი ეს არ მინდა ჯერ ამის გაკეთება არ მეჩქარება რა. თავარია ნელ-ნელა ხო კეთდება რაღაცეები და მე ეგეც მახარებს. ბოლოს იქნება ალბათ ეს უფრო იმიტომ რომ არ მინდა ავიყარო აქ. მე ესეთ გავაკეთო საჭმელი წყალი ხომ და უჭელი როგორ გავეცხო და ასე შემდეგ.
ჯერ უნდა გაკეთდეს სხვა რაღაცები, ამიტომ, რა ვიცი, გადაიწევს ეს ყველაფერი. თუმცა გეგმაში არის ყველაფერი და ყველაფერი იქნება. მე არ მეჩქარებოდა ამ ხალხს აჩქარებდი. ხუარია დალაგებულად რომ იღებენ გაწკრიალებულ სახლებში. რა მე სულ მაგას ვიძახი რომ გული რატომ აატკინო ადამიანს, აიჩიე შენი, შენაც ქსიამოვნებს, თუ არ ქსიამოვნებს, რატო უყურებ, რაც დალაგადგია. სულ გაწკრიალებული სახლები არა აქვს და მაგას არ ჩვენებენ. ესე იშვიათი, აი ძალიან, რა ვიცი, ძალიან იშვიათი. რავი, არც არავინ, მე მგონი. არც არავინ. ამას დავამოთო, ეს სულ გადაიღო და გამოჩი. ძალა. სურათს ვერ დადებს ზოგი. აი აქ, გადაღებულ სურათს ვერ დადებს. Facebook-ზე. მე ამცხვენია. მე ამცხვენია არაფრის. არაფრის როგორ ამცხვენია. ბოროტების მცხვენია. მუშობის მცხვენია, ქურდობის მცხვენია, არა ადამიანობის მცხვენია, ზურგშიო დანას ჩაარტყავ ადამიანს, მაგისიც ძალიან მცხვენია და არასოდეს არ გავაკეთებ, თან რომ ისიანი ხარ ვითო. აი ამ ყველაფრის მცხვენია მე, ძალიან არ თვლამეტყობა. ამისი არ მცხვენია. პრობლემების დროსაც კი ვცდილობ, რომ მართლა დავრჩი. არაფერი ისეთი არ აი განერვიანებული როცა ვარ, განერვიანებული როცა. მაშინაც კი ვცდილობ, რომ რაღაცა ისეთი აქვს თქვა ვიღაცას გულვადკი. და ადამიანი რო არაფერს არ მუშაობს, რა სისულელეა. ეს თუჩი. წავიდე ხუბებ დამიჯდეს და არ ჩამიგდეს. ვასწრებ მგონი დროებით სხვანაირი მოვალხა დავიწინებ. რატო ვარ კიდე ესეცით, გეტყვით, თვალებს რატო ვერ ვახეlicit, 6 საათი აპტეკი. არ მძინები აღამე, ძალიან გვიან მივძინებ ხოლმე მე და ალბათ 1 საათი მეძინა ნახევარი. მაგიტო ვარ ესე, როდის მექინახი ვარ ესეთი. ეხლა გამახსენდა რატომაც 6 ავდექით, 9-ზე იქ უნდა ყოფილიყავით, ზუსტად 6-ზე ავდექი მე და დავიძინე რავი, 4-ზე ჯერ მეგვიძა და 5:30-ზე შეიძლება ჩამეძინა, დროებით წავედი და მაინც გადავიღე 2 ვიდეო. მიყვარხართ, გაკოცეთ და ხვალა.